მოგესალმებით. დღეს მშვიდობის ვიწყებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და ვისაუბრებთ დღეს იმ მდგომარეობაზე, განოსებულიც იყო, რომელსაც ჩუმ მკვლელსაც კი უწოდებენ ოსტეოპოროზზე. ეს არის დაავადება, რომელსაც თითქმის არასდროს აქვს ადრეული სიმპტომები, მაგრამ არის მოტეხილობების პირველი მიზეზი მენოპაუზის ასაკის ქალებში. ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ მაშინ იგებს, რომ ძვლები აქვს დასუსტებული, როცა მოტეხილობა უკვე მოხდება. დღეს ოთხშაბათი გახლავთ, შეგახსენებთ და კეთი ასათიანი გვერდება სტუდიაში რუბრიკით ექიმის რჩევა და ვისაუბრებთ, როგორც უკვე ვთქვით, ოსტეოპოროზზე, ამ საშინელ ვერაკ და უზნეო დაავადებაზე. გამარჯობა, მოგესალმებით. აბსოლუტურად ვუერთდები ვასიკოს პათოს და უნდა აღინიშნოს, რომ ოსტეოპოროზი მართლაც რომ არის ძალიან ჩუმი და ვერაგი დაავადება. ის წლების განმავლობაში თანდათან პროგრესირებს, თუმცა ვიცით, რომ უკვე მენოპაუზის დადგომის შემდგომ ქალების 50%-ს აქვს რაძვლის მინერალური სიმკვრივის მნიშვნელოვანი დანაკარგი. რა ხდება მენოპაუზის დროს? ბუნებრივია ეს არის ქარტეხილებით და ჰორმონული ძვრებით და ქარიშხლებით აღსავსე პერიოდი და მას შემდეგ, როდესაც სასქესო ჰორმონები წყვეტს თავის სრულფასოვან მუშაობას, ეს აისახება უკვე ჩვენ სულოვან სისტემაზეც, იმიტომ რომ ის მალამოსავით აღარედება ჩვენ სულებსა და სახსრებს. რა ხდება? ხდება ესტროგენის მაჩვენებლის და ჰორმონის ესტროგენის მკვეთრად დაქვეითება და შემდგომ უკვე იწყება აი ამ ძვლის მინერალური სიმკვრივის ინტენსიური კარგვა. ესე რომ პროგნოზი შევაფასოთ, შეიძლება ითქვას, რომ სადღაც ავარაუდოდ 5-7 წლის ისეთი არეალი მონაკვეთი დროის რომ ავიღოთ, ამ 5-7 წლის ფარგლებში პერიოდში, ხო? შესაძლოა 20%-მდეც კი აღინიშნოს ძვლის მინერალური სიმკვრივის კარგვა. საკმაოდ დიდი მაჩვენებელი. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ რაც უფრო დროულად, რაც უფრო ადრე დავიწყებთ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას და პრევენციას, მით უფრო ვეცდებით, რომ ძვალი შევინარჩუნოთ, ძვლის სიმტკიცე შევინარჩუნოთ და თუნდაც თავიდან ავირიდოთ ისეთი არასასურველი, ისეთი რთული და ისეთი, ასე ვთქვათ, ძალიან ცხოვრების ხარისხის გამოუარესებელი მდგომარეობა, რაც არის მოტეხილობა. იმიტომ რომ ეს შესაძლოა გამოვლინდეს ბარძაყის მოტეხილობით, შესაძლოა გამოვლინდეს ხერხემლის მოტეხილობით და მოგეხსენებათ ეს რასთან არის საერთოდ კავშირში. ნახეთ, ასე განსაჯეთ ბარძაყის მოტეხილობა. ბარძაყის მოტეხილობის დროს რა ხდება? ამ პაციენტთა დაახლოებით 40% ერთი წლის შემდგომაც კი რთულად გადაადგილდება დამოუკიდებლად. ყოველთვის ჭირდება მაინც დახმარება. რაც შეეხება ხერხემლის მოტეხილობას, თუ კი ვსაუბრობთ ხერხემლის კომპრესიულ მოტეხილობაზე, წარმოგიდგენიათ ეს რასთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ სიმაღლისში, ასე ვთქვათ, სიმაღლის შემცირება არის, კუზის განვითარება, ტკივილი, ცხოვრების ხარისხის გაუარესება, განცდა, რაღაც თვითშეფასების შეგრძნების დაქვეითება, დეპრესიული მომენტი, ანუ ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ამიტომ ჯობს ყოველთვის დროზე მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ძვალს და გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება დაუშვათ გახდეს იმის წინაპირობა, რომ ეს პროცესები თავიდან ავირიდოთ. ვიდრე ჩვენ ამ ჩვენი მრავალრიცხოვანი შეკითხვით და საინტერესო თემებით ჩვენს ექიმს, ასე ვთქვათ, დაუსვათ შეკითხვებს და ექიმს მოვიწვევთ სტუდიაში, მოდით ცოტა გავახალისოთ ეს ჩვენი შესავალი და გავახალისოთ რა თვალსაზრისით. აბა წარმოიდგინეთ, ახლა გამოჩნდება ის პასუხები ეკრანზე, ჩვენ ზლოვან სისტემას რომ შეეძლოს ჩვენთან საუბარი. აბა მოდით განვთქვათ ასე, რას გვიპასუხებდა, ან რას იტყოდა ჩვენი ქსაქციელის და დაუშვათ შეკითხვების საპირწონედ. აბა დაიწყე ვასილ, წაიკითხე თუ შეიძლება. მე უბრალოდ შენ არ მაძლევ იმ ნივთიერებებს და იმ მცირე დაპირისპირებას, რაც ჩემს სიმტკიცეს სჭირდება. მარტო ასაკი კი არ მასუსტებს, მე 25 წლის ადამიანშიც შეიძლება დავიწყო დაშლა. თუ არასწორად მკვებავ არ მოძრაობ და სულ სტრესში ხარ. წარმოგიდგენია? ესე იგი, არ მოძრაობ სტრესში რო ხარ, შეიძლება 25 წლის ადამიანსაც კი დაემართო. არ არის აუცილებელი, რომ ეს მარტო მენოპაუზასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა რა თქმა უნდა, მენოპაუზური ოსტეოპოროზი ეს ცალკე განჯისაგანია, მაგრამ 25 წლის ასაკშიც, როდესაც არ იქცევი სწორად, ასე ვთქვათ, შესაძლოა ეს ნივთიერებები უნდა ეს თავარი ეს არის. თავარი ეს არის. რასაყვარელია, რა მიკით გამოხატავს. აბა ნახე მარიკა, წარმოიდგინე აქ რა წერია. ამბობს, აი ამ მიკით და ხელზე ხელში გესაუბრება, ცოცხალი ვარ, რომ იცოდე ყოველდღე თავიდან ვაშენებ საკუთარ თავს, როცა დადიხარ, მე უფრო ძლიერი ვხდები, როცა დიდხანს ზიხარ,
ვიწყენ და ვსუსტდები. უმოძრაობა ჩემი ყველაზე დიდი მტერია. შესაბამისად, სწორყვებას, ფიზიკურ აქტივობას, რა თქმა უნდა, ადეკვატურად ისეთი გაჯერებულ საკვებს, ეს იქნება კალციუმი, D ვიტამინი, ცილა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენმა ძვლოვანმა სისტემამ გამართულად იმუშაოს. ხედავთ რა მდგომარეობაშია ჩვენი ძვალი. ეკო. მე ავდგები ფეხზე. მოდი, ადექი და ნახე. მე კალციუმი, ცილა და D ვიტამინი მჭირდება, არა მარტო ყავა და სტრესი. ესტროგენი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, უთხარით რომ მენატრება. ის იცავდა ჩემს უჯრედებს, აწესრიგებდა დაშლისა და შენების პროცესს. მენოპაუზის შემდეგ მისი შემცირება ნიშნავს, რომ მე დასუსტებას უფრო სწრაფად ვიწყებ. აქ ის არის რომ შეიძლება ისედაც დასუსტდეს, მაგრამ ამის შემდეგ უფრო სწრაფად იწყებს. ანუ ეს პროცესები კიდევ უფრო მეტად შეიძლება აჩქარდეს და დაჩქარდეს. ამიტომ, ნუ დაელოდებით მაინც და მაინც ამ პროცესებს, იბარჯიშეთ მეგობრებო. და ასევე რა თქმა უნდა სწორი კვების რეჟიმი და ცხოვრების ჯანსაღი წესი არიან გამსაზღვრელი. ასევე ერთ-ერთი ბოლო ამონარიდი მესამე ჩიკა კოქტეილი, მესამე ჩიკა კოქტეილი კარგია. მე კიდევ 0.3% სიმკვრივე დავკარგე შენს გამო. ალკოჰოლი, მინერალი, ეს მე სპეციალურად მაკითხებ. მინერალებს მაცლის და ფიტავს. მე ცოცხალი ქსოვილი ვარ და კალციუმისგან ვარ შექმნილი. აქ აღარ ჩანს. თავს ნუიტყუებ თითქოს ნუშის რძე საკმარისი იყოს. ვასიკო აღარ ჩანს და კიდე მესამე ჭიქა კოქტეილთან ერთად მესამე ღერი თამბაქოც იგულისხმება კავშირში. აღარ წაიკითხე. ასევე ჩამოხედავთ ესე იგი რას ასე ვთქვათ გმინავს ჩვენი ძვლოვანი სისტემა და რა უნდა რომ ჩვენს ყურავამდე მოიყვანოს. ახლა კი უკვე გადავიდეთ ჩვენი ამ საკითხებით და მრავალრიცხოვანი შეკითხვებით ჩვენს სტუმართან შეკითხვით და სტუდიაში მოვიწვიოთ ექიმი, პროფესორი მარინა ცაგარელი, რომელიც განკარგავს ძვლის მეტაბოლიზმს და რომელიც იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო მისი შეკითხვის მოსმენა და უბრალოდ მისი პასუხის გამოსმენა ყველა ჩვენი შეკითხვაზე. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ მით უმეტეს. დიდი მადლობა სტუმრობის. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის და ამ საკითხის ესე წარმოჩენისთვის და იმედი გვაქვს რომ ეს საინტერესო იქნება არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მაყურებლისთვის. სასარგებლო რჩევებსაც მივიღებ და დავიწყოთ დაუშვათ ანბანით. დავიწყოთ იქედან რომ დაუშვათ ამ დაავადებას აქვს თუ არა ადრეული სიმპტომები, თუ რატომ უწოდებთ მას ესეთ ჩუმ მკვლელს და რა ვქნათ ესე იგი თქვენი რეკომენდაცია ამასთან მიმართებით. ეს დაავადება მართლაც გახლავთ ჩუმი დაავადება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ძვლის სიმკვრივის დაქვეითება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად მიმდინარეობს თანდათანობით მრავალი წლის განმავლობაში და ეს პროცესი ვითარდება შეუმჩნევლად, სანამ ძვლის სიმკვრივე არ მიაღწევს ისეთ ზღვარს, როდესაც უკვე შეიძლება განვითარდეს მოტეხილობა. მოტეხილება, ამიტომ ვერაგი დაავადების სახელით არის ოსტეოპოროზი ცნობილი. ხო, ჩვენ ახლა წავიკითხეთ კეთილთან ერთად ის რაღაცა შეძახილები, რასაც ჩვენი ძვლები თითქოს შიგნიდან გვეძახიან და იყო იქ ცხოვრების ჯანსაღი წესი, მოძრაობა, კვება, მოწება, ალკოჰოლი, ასე შემდეგ. ხო, და მივხვდით რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გენეტიკას ვერ გავექცევით ამ შემთხვევაში. რომელი უფრო მნიშვნელოვანია, გენეტიკა თუ აი ეს ყველაფერი და ცხოვრების ის სტილი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ყოველდღიურად? გენეტიკა განსაზღვრავს ძვლის სიმკვრივის დაახლოებით 80%, ხოლო დანარჩენი 20% მოდის უკვე აი ამ გარემო ფაქტორებზე. თუმცა აი მათი მოდიფიცირებით, თქვათ, იგივე ცხოვრების ჯანმრთელი წესით, ფიზიკური აქტივობით, ჩვენ შეგვიძლია რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ძვლის კარგვა ცხოვრების განმავლობაში. დამეთანხმებით, რომ ეს გარდაუვალია, ძვალი იკარგება მენოპაუზის შემდეგ, იკარგება ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ხელი შეუწყოთ ჩვენ ორგანიზმს, რომ ეს დანაკარგები იყოს მინიმალური. ხშირად არის ესეთი მოსაზრება ხალხში, როდესაც ადამიანს ეს პრობლემა აქვს, რომ აი დაეცა და მე აღარ შეუხორცდა და დაიწყო პრობლემები, მაგრამ მანამდე რა მოხდა, რატომ დაეცა? ეს შეკითხვა ძალიან იშვიათად ანუ რატომ მოხდა? რატომ მოხდა ეს ჩატეხვა თუ მოტეხვა თუ რაც არის და რამ გამოიწვია დაცემა? პირიქით დაცემას აბრალებენ ხოლმე. და აი სანამ ეს დადგება ეს მომენტი, მანამდე რა სიმპტომით შეიძლება შეამჩნიოს ქალმა, რომ შესაძლებელია რაღაც რთულდება, შესაძლებელია თუნდაც დაცემის რისკი იყოს. წინასწარ როგორ უნდა გამოიცნოს?
ესე იგი დაცემა ძირითადად მოტეხილობები ხდება დაცემის შედეგად დავარდნის შედეგად. არა, ხო იმას ამბობენ ხოლმე რომ იცი რა დავარდი და იმიტომ მომკლავ. ანუ ოსტეოპოროზს არ მიაწერენ ამას, ასე არის ხოლმე ხშირად გამიგია ხო. ხო და ამას ვამბობ, რატომ დავარდი? ეს როგორ უნდა გამოვიცნოს, რა მიზეზებია, სად სუსტდება ძვალი და მე რა იწვევს თუნდაც იმ დავარდნას და დავარდნა შეიძლება ბალანსის პრობლემებმაც გამოიწვიოს. ამიტომ ფიზიკური აქტივობა, თქვათ, იგივე ბალანსის ვარჯიშები. მაგრამ თვითონ ოსტეოპოროზს არ აქვს არანაირი წინასწარი სიმპტომი, როგორ ოსტეოპოროზის სწორედ ამიტოა. ხო, ვერაგი დაავადება ძალიან იშვიათად არის, რომ რაიმე ჩივილები იყოს. უმეტესად ის მიმდინარეობს უსიმპტომოდ. და პირდაპირ უკვე ზრდება შედეგი. პირდაპირ ზრდება დიახ შედეგი. არსებობს თუ არა რამე რაღაცა პროდუქტი ან რაღაცა ისეთი ქმედება ან ქცევა, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ძვალს? კი არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, მთელი რიგი მედიკამენტებისა, რომელიც პროდუქტები, აი მაგალითად მოვიხმარ ბევრ ატამს სიტყვაზე და ასე შეიძლება. ხო, არის სიტყვაზე ვამბობ, არა. რაღაც არის ასეთი, რომელიც აი კატეგორიულად არ ვარგარო არის გაზიანი სასმელები, არის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მარილიანი საკვები, რადგან ის იწვევს თირკმელებიდან კალციუმის გაძლიერებულ გამოყოფას და ძალიან ხშირად ძალიან ინტერესს იწვევს, შეიძლება თუ არა ყავის მოხმარება. მინდა აღვნიშნო პირველ რიგში, რომ ყველა აი ამ დამაზიანებელ ფაქტორს ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიღებთ რძის ნაწამს ადეკვატური რაოდენობით. ამიტომ თუ ვიღებთ რძის ნაწამს ადეკვატურად, შეგვიძლია რომ დღეში 2-3 ჭიქა ყავა გამოვიყენოთ. ან იგივე დავშოთ ყავას. 6 ჭიქა თუ გვინდათ, მოუმატოთ რძის ნაწამს. კალტომარინა, მენოპაუზის შემდგომ პერიოდში საკმარისია დაუშვა ძვლის მინერალური სიმკვრივის შესანარჩუნებლად მხოლოდ კალციუმის და D ვიტამინის დანამატის სახით მიღება? ბუნებრივია რომ რძის პროდუქტი უნდა იყოს საკვებ რაციონში, მაგრამ პირობითად ხომ ხდება ასე რომ ქალბატონები ხშირად ექიმთან კონსულტაციის გარეშე იღებენ კალციუმის დანამატის სახით, D ვიტამინის დანამატის სახით და ფიქრობენ რომ ამით მოვლილია ეს მდგომარეობა, ეს ასეა? იცით, ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ დავიწყებ D ვიტამინის. D ვიტამინის დამატება აუცილებელია დღეს ამაზე ძალიან ბევრ საუბრობენ და უკვე ყველა მიცის რომ ჩვენი ცხოვრების წესიდან და არა აქვს თქვათ არც მინიმალური ზღვარი და პირიქით კარგი მაჩვენებელი აქვს მაინც უნდა დალიოს D ვიტამინი. იცით რა, როგორც შემანარჩუნებელი დოზა შესაძლებელია რომ მიიღოს D ვიტამინი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, თუ ანალიზის გაკეთებას კი ბატონო, უბრალოდ ამ ანალიზის პერიოდულად გაკონტროლება იქნება საჭირო. ისე ალბათ მენოპაუზის შემდგომ მაინც უფრო რთულად იქნება D ვიტამინი მოწოდების სიმაღლეზე. ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მენოპაუზის პერიოდში, აუცილებელი არის D ვიტამინის დამატება განსაკუთრებით ზამთარში. რაც შეეხება კალციუმს, კალციუმი სასურველია რომ მივიღოთ საკვების სახით, ეს გახლავთ ისე არა ხო ბავშვობაში დედები რო დაგვდებდნენ და კალცი გვაძლევდნენ, ესე ასე არ არის საჭირო. ყოველთვის კალცის ღეჭვას და წვდები გადასარევი. ეს გახლავთ პირველ რიგში რძის ნაწარმი, იმიტომ რომ რძის ნაწარმი არის ძირითადი წყარო, არა მარტო ხაჭო, ალბათ ყველიც. კი, მაწონი, კეფირი, იოგურტი, გარდა კარაქისა, არაჟანისა და ნაღებისა, იმიტომ რომ ეს გახლავთ უფრო ცხიმოვანი პროდუქტები და ისინი კალციუმს არ შეიცავს. ამიტომ უმჯობესია რომ მივიღოთ კალციუმის საკვების სახით და თუ ვერ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით, მაშინ დავამატოთ. ანუ დანამატი იმ შემთხვევაში თუ საკმარისი არ არის საკვები, თორე ისე რომ პირდაპირ დანამატით დავიწყოთ და შევახსოვთ, ესე არ დანამატი იცით რა ძირითადად ძნელი არის ხოლმე მარტო საკვების სახით მიღება. დანამატი ისევე კარგად შეიწოვება როგორც საკვები? ორგანიზმი როგორ იღებს? საკვები რა თქმა უნდა უკეთესია და ამიტომაც არის რეკომენდებული რომ მივიღოთ საკვების სახით. დაახლოებით 500-600 მილიგრამი კალციუმი შეიძლება მივიღოთ დანამატისა. ერთი შეკითხვა მაქვს ბოდიში, ცხოვრების წესზე რაც ვისაუბრეთ ქეთის შესავალში რაც იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ პრევენციის დროს არის ეფექტური, თუ აი როდესაც დიაგნოზი დგას, მაშინაც აქვს თავისი შედეგი თუ არა მხოლოდ პრევენციის დროს, იმიტომ რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესი ეს არის ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკური კომპლექსის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. აუცილებელია მედიკამენტებთან
ერთად ფიზიკური აქტივობა, ჯამთელი კვება, სწორი კვება და რასაკვირველია კალციუმის და დ-ვიტამინის მიღება იმისთვის რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. ყველა ეტაპზე ერთი შეკითხვა მექნება გუგიში თუ იცი რა აი ხო არა იმიტომ რომ საინტერესო არის რაღაცნაირად ერთი მას ვამბობ აი ეს ვერაგი დაავადება უკვე დადასტურდა მაგალითად და ვიღაცას აქვს როგორი არის მკურნალობა ხო შესაძლებელია და როგორია ეს თანამედროვე მკურნალობის მეთოდები ვიდრე უპასუხებთ ქალტომარი ამ შეკითხვას ნახეთ ვასილ რატომ უნდა დამაცადოთ მე შეკითხვის დასმა იმიტომ რომ მე ჯერ პრესტადიაზე მსურდა შეკითხვის დასმა ჩემო კარგო ამიტომ დავიწყოთ ოსტეოპენიით ვიდრე ვასილის შეკითხვას გასცემთ პასუხს აი ოსტეოპენია დადასტურდა რას ვაკეთებთ ამ დროს და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა რაც აინტერესებს ვასიკოს ოსტეოპოროსთან მიმართ პირველ რიგში ალბათ უნდა გამოვრიცხოთ ის დაავადებები და ის მედიკამენტები რომელსაც შეეძლო რომ გამოეწვია ძვლის სიმკვრივის შემცირება ოსტეოპენია შემდგომში უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯამთელი ცხოვრების წესს, რომელიც გულისხმობს არა მარტო ფიზიკურ აქტივობას, არამედ ჯამთელ კვებასაც. ფიზიკურ აქტივობაზე შევჩერდები მცირე ხნით, იმიტომ რომ რაც უფრო მეტია ფიზიკური დატვირთვა, რაც უფრო განვითარებულია კუნთოვანი მასა, მით უფრო ძლიერია ძვალი. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის. კაცი ანუ მე ხოლმე კიდევ ერთხელ დავუშვებ მაშინ ამ შეკითხვას და არ დავიცავით არაფერი საშინლად ვიცხოვრეთ და დაგვემართა ოსტეოპოროზი როგორ მკურნალობთ კი ბატონო არსებობს მთელი რიგი მედიკამენტებისა რომლებთა საშუალებითაც შეიძლება ოსტეოპოროზის მკურნალობა და ხდება ოსტეოპოროზის მკურნალობა საქართველოში ну არ ვიტყვი რომ ყველა ეს მედიკამენტი არის რეგისტრირებული, მაგრამ მედიკამენტების ძირითადი ჯგუფები არის რეგისტრირებული და შესაძლებელია მათი საშუალებით ეს მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რა თქმა უნდა, კალციუმთან და დ-ვიტამინთან ერთად, იმიტომ რომ აქ როდესაც უკვე ინიშნება ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პრეპარატი, კალციუმის მიღება აუცილებელია. დ-ვიტამინთან ერთად და ცხოვრების ჯამთელი წესი, ეს არის ფიზიკური ალტერნატივა არ გააჩნია. და მოდით ასე ვთქვათ, სამი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი რჩევა ქალბატონებს. აი, რა შეგიძლიათ ქალტომარინა რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რას უნდა მიაქციონ ქალბატონებმა განსაკუთრებით პირველ რიგში ისევ და ისევ ცხოვრების ჯამთელი წესი. ხო, მე კიდე სანამ ისა და მარტო ქალბატონების დაავადება, ისა მამაკაცებშიც არის, აი ეს უმცირესობაში ხო, არა, მე პირველი ცხოვრების ჯანსაღი წესი, მეორე გახლავთ დროული დიაგნოსტიკა, ადრეული დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ამ დაავადებას სიმპტომები არ გააჩნია და იმისთვის რომ დაისვას დიაგნოზი უნდა ჩავიტაროთ დიაგნოსტიკა კვლევა აუცილებელია და მესამე ეს გახლავთ ოსტეოპოროზის რისკ ფაქტორების ცოდნა, იმიტომ რომ არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა და მედიკამენტებისა, რომლებიც იწვევენ ოსტეოპოროზის განვითარებას და თუ ჩვენ გვეცოდინება რა დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს და ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა, მაშინ რა თქმა უნდა დროულად ჩავიტარებთ დიაგნოსტიკას. შეგვიძლია ვთქვათ და უშუალოდ რომელიმე მათგანი. რა თქმა უნდა, ეს არის ენდოკრინული დაავადებები, რევმატიული დაავადებები, ნაწლავის დაავადებები, რომლებიც დროსაც გართულებულია საკვები ნივთიერებების შეთვისება, ასევე მთელი რიგი მედიკამენტები, მაგალითად გლუკოკორტიკოიდები, სტეროიდები, რომლებიც გარკვეული დაავადებების დროს ინიშნება, რა თქმა უნდა. ინიშნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს, აი ამ მდგომარეობების დროს ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი და დროულად ჩავიტაროთ დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ დროულად მოხდეს პრეპარატების ჩარევა. ამოვწურეთ ქალბატონი. მე ვფიქრობ რომ ამოვწურეთ. კი, არა, შეძლების დაგვარად. თავარი ის არის რომ ანუ ეს განაჩენი არ არის, მიყვარს ეს სიტყვა, რომ ანუ რაღაც არ თავდება და რაღაცას ყურადღებას მივაქციოთ და დაგვეშველება. აუცილებლად შესაძლებელია და რაც თავარია მოტეხილობის აცილება არის შესაძლებელი.